დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს, რომლებიც უკვე 25 დღე არად საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პროტესტს მართავენ, ექიმებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. 190-ზე მეტმა ექიმმა მიმართა სახელმწიფოს და ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტებთან და ოჯახებთან ღირსეული კომუნიკაცია და შეიმუშაონ იშვიათი დაავადების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა. ექიმების თქმით, ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ისინი დროულ რეაგირებას მოითხოვენ. სახელმწიფოსგან ვითხოვთ მშობლებთან ერთად, რომ თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობა გახდეს აი ამ პაციენტებისთვის მისაღები. ევროპაში ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს უკვე ამ მედიკამენტებთან მიმართებაში და არის საკმაოდ დადებითი შედეგები. სახელმწიფო ვალდებული არის ეს იქნება იშვიათი დაავადების მქონე ადამიანი თუ სხვა ნებისმიერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მისთვის იყოს პრიორიტეტი. ამ ადამიანების, ამ ბავშვების სიცოცხლე დღეები და საათებით იზომება. ბევრი რამე შეეძლო ხელისუფლებას, შეეძლო უბრალოდ ეყიდათ ეს სამალი, შეეძლო ჩამოეყოლათ სპეციალისტები ემჯელათ მათთან ერთად, როგორ უნდა მიიღონ ეს და შეეძლო საერთოდ ფირმასთან დაედოთ ხელშეკრულება, რო იყვნენ 2000, 3000 მათი მშობლების შესაბამისად შეიძლება დაეხარჯა ეს თანხა ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებას ადარდებს მხოლოდ ერთი რამე, საკუთარი კეთილდღეობა და არჩევნებზე მოპოვებული ხმები. მშობლებმა საქართველოს საპატრიარქოს ხელისუფლებასთან შუამდგომლობის თხოვნითაც მიმართეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პასუხს გასცემენ საპატრიარქოს წარმომადგენლები მშობლებს, თუმცა მათ აქვთ იმედი, რომ საპატრიარქო დადგება მშობლების მხარეს და დაეხმარებიან ისინი მათ. 24 ღამე გავათენეთ უკვე მშობლებმა აქ. სამწუხაროდ არავის დაინტერესება და გამოხმაურება არ გქონია. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ აქედან წავიდეთ ისე, სანამ ჩვენი შვილებისთვის არ მივიტანთ იმ მედიკამენტებს, რომლებიც გადაგვირჩენენ და გადააუადებენ სიცოცხლეს. კვირას 18 საათზე რუსთაველის მეტროდან გვაქვს მარში, სადაც ველოდებით უფრო მეტ მხარდამჭერს, უფრო მეტ დედას. ჩვენ თვითონ რომ აცხადებს, რომ კარები ღიაო, ზუსტად ეგ პრინციპია რა, კარები ღია, შევდივართ და გამოვდივართ. არანაირ საქმიანი საუბარი ჩვენ შორის არ ხდება. არ შეიძლება ჯანდაცვის მინისტრი ესე მასხარად გვიგდებდეს, როგორც ეს ადამიანი მასხარად გვიგდებს. მე პირადად ვიყავი ის ადამიანი, ვისაც მეგონა, რომ აი კობახიძე შეხვდებოდა, გაერკვეოდა ამ საქმეში და აუცილებლად თანადგომას გამოგვიცხადებდა. და ვარ გაოცებული, ძალიან გაოცებული და ერთადერთი საპატრიარქოს იმედიღა გვაქვს, რადგან გვითხრეს, რომ ჩვენ გვერდით იდგებიან. მშობლების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება. ისინი მოითხოვენ იმ მედიკამენტის შემოტანას ქვეყანაში, რომელიც თავიანთი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლები ასევე აანონსებენ კვირას საღამოს 6 საათზე რუსთაველის მეტროდან მარსს, რომელიც იქნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისადმი მიძღვნილი. ეს იყო ანი ჩუბინიძე.